საღამომ შვიდობითო მივესალმები სრულიად საქართველოს თბილისიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მისი სცენიდან მერვე ტური გახლავთ დღეს და ჩვენი 6 ჯეოსტარელი იბრძვის სახელოვანი ტიტულისათვის ჯეოსტარი 2011-ის ტიტულისათვის იბრძვის 6 თქვენი რჩეული დანარჩენი 6 ზის წინა კონცერტზე ნიკო ბერიძემ დაგტოვა ნიკო მართალია აქ ხარ და მე მიხარია რომ შენ ჩვენთან ერთად ხარ მინდა ერთი რა ვთქვა ქუჩაში მაჩერებდნენ ხდებოდნენ მელაპარაკებიან იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი უყურებს ჩვენ ამ არაჩვეულებრივ კონკურსს და საუკეთესოთა შორის საუკეთესო შოუს და მითხრეს ესეთი რამ ყველამ ნიკო როგორ გააგდეთ მე მინდა უთხრა საზოგადოებას რამე შეგვატყვეთ რომ ჩვენ გავაგდეთ ან გაგვიხარდა ეგ ამბავი ეს შოუ არსებობს იმისათვის რომ თქვენ უპირველეს ყოვლისა თქვენ საზოგადოებამ მიიღოთ გადაწყვეტილება ვინ დარჩება და ვინ არა აქედან გამომდინარე ნიკო თუ იგზის ეს არის თქვენი დამსახურება და არა ჩემი ან ჟიურის წევრების და მინდა წარმოგიდგინოთ ეს ჟიურის წევრები სოფო ხალვაში აქვე უნდა გითხრათ რომ მის გვერდით ზის არაჩვეულებრივი პიროვნება ძალიან კარგი პიროვნება ძალიან კარგი პიროვნება გზავრების ესე იგი სუპერლიდერი ადამიანი ლეგენდა რა ქვია შენ გიგი ხო გიგი დედალამაზიშვილი კოლეგა და მუსიკოსი ესე უნდა გამოვაცხადო ხოლმე მუსიკის კრიტიკოსი ადამიანი რომელიც დღეს იმედი მაქვს ძალიან ბევრ ჰიტს რაზეც ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ კომენტარებსაც გავუკეთებ არა ნიკო ნერგაძე და რა თქმა უნდა ჩამოყვე კულტურის სამინისტრო მარინა ბერიძე Facebook-ის წარმომადგენლებს აქტიურ მომხმარებელს მივმართავ იაქტიურეთ ისე როგორც ეს ადამიანები აქტიურობენ იმიტომ რომ უკვე მეორედ მოხვდნენ ჩვენთან აი ამ Facebook-ის ადგილებზე უკვე მეორედ არიან და გაუშინაურდით უკვე აქტიურად არიან ჩაბმული პროცესებში გაშინაურდნენ კულისებშიც დარბაზშიც და იმედი მაქვს რომ შემდეგშიც თქვენ გიხილავთ მაგრამ თუ გნებავთ რომ თქვენ მოხვდეთ აქ უნდა იაქტიუროთ ჯეოსელის გვერდზე და შესაბამისად დღეს იყოთ ყურადღებით პატარა სიურპრიზი გვაქვს როგორც ყოველთვის ჯეოსელის სიურპრიზებს ვთავაზობს ხოლმე Facebook-ის მომხმარებელს ვეუბნები ერთ საინტერესო რამეს დღეს უნდა იყოთ ყურადღებით ძალიან ყურადღებით უნდა ადევნოთ ჩვენს კონკურსს თვალყური რატომ იმიტომ რომ კონცერტის დასრულებისთანავე ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე დაიდება შეკითხვა რომლის პასუხიც დღეს აქ გაჟღერდება და რა თქმა უნდა საჩუქრის გარეშე არავინ დარჩება ვინც პირველი გაგცეს პასუხს სწორედ ის მიიღებს საჩუქარს ისე ჩუმად გეტყვით ჩვენთვის ისე ჟიურის მიაქციეთ ყურადღება ჟიურის კომენტარებს კარგად დაუგვიდეთ ხური ეს ისე შინაურულად ესე იგი უნდა გამოვაცხადო რა ტური გვაქვს დღეს ტური კიდევ იცვლება ხოლმე მონაცვლეობით მივდივართ და დღეს გვაქვს სუპერ ჰიტების ტური ოღონდ ის 6 კონკურსანტი რომელიც მე მელოდება სანამ მათ სცენაზე შემოვიყვან სიმღერებს შეასრულებენ დუეტებში ძველ ჯეოსტარელებთან ერთად თქვენთვის ყველასათვის საყვარელ ადამიანებთან ერთად და რა თქმა უნდა ამ დუეტების გვერდით იქნება ჩვენი ბენდი ბას-გიტარა შაკოღელეყვა სიმების ხამი დასარტყამ ინსტრუმენტალი ლევან აბშილავა
ილია თინიკაშვილი ამირან დიასამიძე ელექტროპიანო და როიალთან ზვიად მოლქვათე მაშასე დღეს სამი აუთსაიდერი 6-დან ანუ დღეს შუაზე გაიყოფა ლიდერები და აუთსაიდერები 6-ვე კონკურსანტი სცენაზე კახეთი გიორგი 30:02 იმერეთი მარიტა 30:05 თბილისი მარი 30:06 ლევან გრილაშვილი თიანეთი 30:09 თბილისი ანდრია 31 და აკავის წარმომადგენელი მორისი 32 მაშასე აი ის ექვსეული რომელიც დღეს ისევ და ისევ თქვენ განაჩენს და ელოდება აქედან 3 მოხდება აუთსაიდერთა რიგებში 3 კი მოხდება ლიდერებში ნახოთ რა იქნება მე თქვენი ნებართვით ლევან გაბატარე ესამი ლევასთან გადავინაცვლებ ლელა რა მშვენიერი ხარ ასხანაირი ხარ დღეს მადლობა დუტა როგორ ხარ? კარგად შენ როგორ ხარ? მადლობა მე ძალიან კარგად ვარ თავი ეგ არის მაგრამ რაღაცა სიმარტოვეს გძნობ შეესას მართალი ხარ მარტო ვარ თბილ თბილისის ოთახში და მინდა რომ მალე გამოუშვა ჯეოსტარელები ჩემს აუცილებლად რაღაც ქონდა სათქმელი მე მგონი კი მინდა აღვნიშნო რომ რაც უფრო ცოტავდებიან ჩვენი ჯეოსტარელები მით უფრო იზრდება მღელვარება ასე რომ მე მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს გააქტიურდნენ რაც შეიძლება მეჯერ დაურეკონ და დაუმესჯონ მათ რჩეულს რათა ისინი იხილონ ჯეოსტარის სცენაზე უფრო დიდხანს აქვე მინდა აღვნიშნო რომ ჯეოსტარის გენერალური სპონსორია TBC ბანკის Prime Card რომელიც არაჩვეულებრივ სიურპრიზს თავაზობს მის მომხმარებელს გამოიყენეთ Prime Card 31 დეკემბრამდე და მიიღეთ საჩუქრად ორკაციანი საგზური მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობებზე. თქვენ შეიძლება გაიმგზავროთ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ვენეციის კარნავალზე, ფორმულა 1-ზე და ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში. გამარჯვებული თავად ირჩევს თუ სად სურს მას გამგზავრება, ასე რომ მე ყველას ვურჩევ ისარგებლონ TBC ბანკის Prime Card-ით, ჩართონ გათამაშებაში და მიიღონ საჩუქარი. მე უკვე ჩართული ვარ სხვათა შორის გათამაშებაში. იცი რა, სანამ შენთან გამოვუშვებ ჯეოსტარელებს. ხო დუტა. ძალიან მინდა ადამიანებს შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელსაც, რა თქმა უნდა, რომელიც ფორტუნას მეშვეობით გვისმენს, ჩვენი მედია პარტნიორი ხომ ფორტუნა, ასექსი და ცხრა. მინდა შევახსენო ერთი რამე, რომ ჩვენს კონკურსანტებზე და მათ ვარცხნილობაზე ზრუნავს სალონების ქსელი მელანჟი. ჩაცმულობაზე კი ბენეტონი და კოტონი. ეხლა კი ნახოთ ვიდეო, სადაც ისინი მაგარ დროს ატარებენ სხვათა შორის. ყოველ ოთხეობას ჯეოსტარელები სტუმრობენ სალონ მელანჟს, რომლებიცაც სტილისტები ალამაზებენ და ამშვენებენ. ჩვენ იმედი გვაქვს, დადებითად შეაფასებენ ჩვენ ნაშრომს. ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ჩემი და სტილისტების გემოვნება ყოველთვის ემთხვევა და მაქვს ის ვარცხნილობა, რომელიც მე მინდა. მოვედით მაღაზია კოტონში, სადაც გვაცმევენ და გვამზადებენ კონცერტისათვის შესაბამისად სიმღერისა, რასაც ვღებთ. კოტონი გულშემატკივრობს ჯეოსტარის პროექტზე. ძალიან გვიხარია, რომ ამ მომავალი ვარსკვლავების ჩათმულობაზე ვზრუნავთ. ეხლა ჩვენ ვართ მაღაზია ბენეტონში, ორშაბათისთვის ვარჩევთ ტანსაცმელს, ერთი ძალიან ლამაზი კაბა მომეწონა და მე მგონი სცენაზეც მაგარი იქნება. მათი მოსვლა ძალიან სახალისოა და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩავაცოთ ლამაზად და გემოვნებად. და აი და როგორც შეატყვეთ, ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული საზოგადოება შემოიჭრა წეღა სცენაზე
და რომლებიც უკვე ლელასთან გადავუშვით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მელანჟის, კოტონს და ბენეტონს და აქვე მინდა ედ ლაპიდუსაც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი ჩაცმულობისთვის. ხა და აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ თქვენი გადაწყვეტილებით 6-დან 1 წავა სახლში, ანუ შინ. და აქვე უნდა დავძინო ისიც, რომ ის ხელსარიელი არ წავა. ეს ბანანა მორჩილაძის ხათრით რა თქმა უნდა, ქალბატონო ბანანა, მე სპეციალურად თქვენ მოგიძღვენით ეს ფრაზა. მე მინდა ქალბატონი ბანანა ვაჩვენოთ, ჩვენი პედაგოგი. ქალბატონო ბანანა, თქვენ გული არ დაგწყდეთ, იმიტომ რომ თუ ვინმე დაგვტოვებს არქიმედეს გლობალ ჯორჯიას თავაზობს სადაზღვევო პაკეტს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული 2007 წლიდან ეს კომპანია MobiPay უკვე გადასცემს 900 ლარს გადასცემს MobiCheck-ის სახით და ელექტრონულ საფულეში ჩაერისხებათ ეს თანხა და ასევე განახლებული საინფორმაციო ცენტრი 08 იმ ადამიანს ვინც დატოვებს ღევანდელ კონკურსს თავაზობს ultra თანამედროვე touch screen-ით სენსორია iPods. ფინალურ კონცერტზე კი თავისი რჩეული გამოაშკარავდება, გვეტყვიან ალბათ ნოლურის წარმომადგენლები, ვინ იქნება ეს რჩეული, ხოლო ის მიიღებს უკვე iPhones. მაგრამ თავარი არის ტიტული Geostar 2011. ვინ მოიპოვებს ამას? ეს არის თქვენი გადასაწყვეტი და ამ ტიტულთან ერთად ორბი ჯგუფი ჩვენს გამარჯვებულს თავაზობს ბინას ბათუმის ბულვარში. აი ესეთი არაჩვეულებრივი შენობები იქნება, აი უბრალოდ რადგან მრავლობით შეუკვე თქვენობები შეიძლება ვთქვათ და გადაეცემა აი აქ ბინა არაჩვეულებრივი გამარჯვებულს. მე მგონი ყველა ლელასთან არის, ვნახოთ გადავამაწყოთ ლელა. მოვიდნენ, მოახციეს. ხარ ყველა ჯეოსტარელი ჩემთან ერთად არის. ძალიან კარგი. და უკვე შენ აცნობე მაყურებელს, რომ დღეს დუეტებს შეასრულებენ ჩვენი საყვარელი ჯეოსტარელები. პირველი კი მორის მელაძე გახლავთ, რომელიც სოფო ბედიასთან ერთად შეასრულებს არატა ფლანკინის და ჯორჯ მაიკლის დუეტს I know you were waiting. 30-12 დაურეკეთ და დავმესიჯეთ მორის. 30-12 და შევეგებოთ სოფო ბედია. შვენიერი სოფო ბედია. მორისი აჭარის წარმომადგენელი წარმატებებს გისურვებთ, აბა დღეს სუპერ კონცერტი გვექნება. წავიდა. But no, listen, lights, 'cause my body
მადლობა. სოფოს უღრმესი მადლობა. სოფო მედია გავაცილოთ. დიდი მადლობა სოფო, ძალიან დაგვეხმარე. და მოდი დავიწყოთ სოფო ხალვაშის შეფასებით, რადგან სოფო გავაცილეთ, ისე სოფოს გარეშე რო არ დავჩეთ, სოფომ დაიწყოს. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მინდა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ იმ ჯეოსტარელს, რომელიც ეხმარება კონკურსანტებს დღევანდელ დღეს, რომ ესე კარგად მღერიან დღეს მაგათ დამსახურება. და რა თქმა უნდა, კი, ძალიან მომეწონა, უბრალოდ ძალიან კარგად ჩანდა ეხლა, რომ სოფო ბევრად უფრო თავისუფლად იდგა სცენაზე ვიდრე მორისი. მორისი ძალიან გაკლია ეს. ძალიან საგრძნობლად ჩანდა დღეს ეს, იმიტომ რომ ძალიან შებოჭილი ხარ და ისე მღეროდი. არც ერთხელ არ გამოგიხედავს მაყურებლისთვის და ან იმალებოდი, თავი ქონდა სადღაც, ან სოფოს უყურებდი. ნუ იმალები, გათავისუფლდი და იმღერე, იგრძენი ის, რასაც მღერე. ორმაგი ინფორმაციის მოტანა გენაჩვარე არ მაგას 4 წელი ვსწავლობ ჩვენ უნივერსიტეტში. დიახ და ამიტომ ყოველი ტური უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯი იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად ვიდგეს სცენაზე. თან ობიექტის ვყავდეს, თან მაყურებელსაც უთხრა ამ ობიექტთანა ვარო, ცოტა ძნელია. ეგრე არ არის. აი გიგი კი იცის ეგ, გიგი მითხარი გიგი რო იცი ეგ კარგად. სხვათა შორის ზუსტა მორისიც სამსახიობოზე სწავლობს და მინდა სწავლობს და მინდა გითხრა ესეთი შენიშვნა მორის. გნახე კულისებში, გნახე სცენაზე და არ იყო განსხვავება. აქედან გამომდინარე, შენ რო გამოდიხარ სცენაზე, უნდა გეტყობოდეს, რომ სცენაზე დგახარ. ადამიანმა რო აგიღოს ახლო ხედით, უნდა გეტყობოდეს, რომ ხარ სცენაზე და არ ხარ კულისებში ან სხვა ადგილას. ნუ დუტამ ამას ყველაზე კარგად იცის, ჩემზე ბევრად კარგად მორის. ხო, და მე ხა გინახე ვარ ესე, სადმე სხვაგან იქით. მორის, მეგონა რომ ბოლომდე არ დაიხარჯე ან რაღაც არ ჩადე. ჩემი აზრით, მთლიანობაში იყო ნორმალური, მართლა ვოკალური ნაწილი ყველაფერი, მაგრამ მეტი შეგეძლო იმ თვალსაზრისით, რომ მეტი გული შეგეძლო ჩაგედო. ჩემი აზრით, მადლობა. რადგან კრიტიკას მივყავით ხელი, კრიტიკოსო. პარიღამ გააგზელი და მე ქალბატონი მარინა რაღაცა თქმის სიტყვებს გაეთყვის. მე არ მომეჩვენა ესე ძალიან მაინდა-მაინც შებოჭილი კი მორისისგან მეც ველოდებოდი ხოლმე. არის, ანუ გადასავალი კომენტარია. ქალბატონ მარინას გადავცეთ მიკროფონი, ბატონო ნიკო, ძალიან კარგი იყო, არა ჩვეულებრივი ვიცხო. მე კმაყოფილი და. პირველ რიგში ნამდვილად დღეს ისეთი დღეა, რომ ყველა იმ ჩვენ ყოფილ კონკურსანტს და უკვე შემდგარ მომღერლებს მადლობა უთხრათ, ნამდვილად ესეა და მე ერთი რამე მინდა ავღნიშნო. ჯერ მხოლოდ პირველი ნომერი იყო და ალბათ მაყურებელი თვალნათლივ დაინახავს, როგორი ჯეოსტარელები ყავდა, რა იყო მათი ხიბლი და რატომ მივიდნენ ისინი თითქმის ფინალამდე. ზოგი სუმთლად ფინალში გავიდა. იცი რა არის მორის თავარი? მათ თვითეულს, ვინც დღეს გამოვა სცენაზე, უსიმღეროდ არც ერთი წუთი არ შეეძლოთ. იმათ ჰქონდათ мотиваცია კონკურსში მოსვლის ის, რომ სიმღერა ძალიან უყვართ. მე ბევრჯერ მithქვია თვითეული ნოტი ამას უნდა ემსახურებოდეს. შენი მთავარი მინუსი დღეს ის იყო, რომ არ იყავი გულწრფელი. მოგიხდა სიმღერა, ყველაფერი, შეიძლება ყველა ნოტი ნორმალურად აიღე, მაგრამ იმდენად სოფო იყო გულწრფელი, გახსნილი და შენზე მუშაობდა, რომ შენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგეშვა. უნდა მონუსხულიყავი აი ამ შანსით, ამ ენერგეტიკით და მიგეცა მაყურებლისთვის ყველაფერი. იმიტომ რომ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სიტყვები აღარ ნიშნავს არაფერს. ყველაფერს მაყურებელი წყვეტს. ამიტომ უნდა იმუშავო მაყურებელზე. მადლობა. ამიტომ მაყურებელს მიმართავ 30-12 იაქტიურეთ, იქვე 5 შეგიძლიათ გამოიყენოთ მორისის მხარდასაჭერად, რომ დარჩეს პროექტში. იაქტიურეთ, ზარების მიღება გრძელდება. რაც თავარია, აქვე უნდა ვთქვა. რვა ქვეყნიდანაც გვიერთდება საზოგადოება, ქართველი მაყურებელი ალბათ, უკვე წასული, რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამესიჯებენ, ხარს უჭერენ თავიანთ რჩეულს და ისინიც იღებენ წვლილს ჩვენს საერთაშორისო არაჩვეულებრივ პროექტში ჯეოსტარი 2011. 5 ჯეოსტარელია ლელასთან და ვინ იქნება შემდეგი ამას? რეკლამის შემდეგ გავიგებთ.
ჯეოსტარი 2011 რუსთავიორის პირდაპირ ეთერში დაბრუნდა და ასევე დაბრუნდა რადიო ფორტუნას ეთერშიც. მსმენელებო, მაყურებლებო, აპლოდისმენტები არ დავიშუროთ ჩვენი კონკურსანტებისთვის და გავამხნევოთ, იმიტომ რომ რაც უფრო ცოტანი რჩებიან, მით უფრო ღელავენ. არ მესმის თქვენი ხმა? უფრო აქტიურად შეგიძლიათ? უფრო აქტიურად. არ ვარგა. თქვენზე მოქმედებს თოვლი. თუმცა თოვლი ვიზი არ მოქმედებს, მაგრამ თქვენზე განსაკუთრებით მოქმედებს, როგორც ვთქვი. ჩვენ გვაქვს დუეტების ტური, დუეტები სრულდება აწდა წარსულ ჯეოსტარელებთან ერთად. სოფლიო ჰიტებს ქვია ჩვენს ტურს და მე გითხარით, რომ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავიგებთ 5-დან რომელი იქნება შემდეგი ჯეოსტარელი, რომელიც თქვენს წინაშე წარდგება და ამას ლელასგან გავარკვევ. ლელა. დუტა Facebook-ზე სადაც ძალიან აქტიურობენ ჩვენი გულშემატკივარები, ხმის მიცემა გრძელდება. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ და ხმა მისცეთ თქვენ რჩეულს, რადგან TBC ბანკი გამარჯვებულს გრანდიოზულ პრიზს პირდება, ხოლო გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ დარჩება პროექტში. რეიტინგი ყოველკვირეულად ნულდება, ხოლო საბოლოო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი კონკურსანტი იქნება უფრო ხშირად კვირის ლიდერი. ხოლო ახლა სცენაზე გამოსაცვლელად ემზადება მარიტა. იმერეთი 30:05. ალბათ გახსოვთ. იქვე 5. თუთ ალბათ გახსოვთ წინა კონცერტზე როგორი ცეცხლი დაგვინთო მარიტამ. დღესაც დარწმუნებული ვარ რომ ის გულგრილს არავის დატოვებს, მით უმეტეს რომ ის დღეს ვაჟა მანიასთან ერთად შეგვისრულებს ელჯეროს სიმღერას მაშკენადა. წარმატებები მარიტამ. მაშკენადა. და სანამ მარიტა მოემართება ჩვენსკენ, ვაჟა მანია! როგორ ხარ ვაჟა? დიდი მადლობა რომ დაგტოვდი და ჩვენთან ერთად ხარ. მარიტა როხვაძეს შევეგებოთ 30:05. იქვე 5. ვაჟა მანია და მისი ელჯერო მარიტასთან ერთად წავიდა. Este samba que neste de mercado. Essa magia do teu samba que me deu. Não tem nada, pra mim nem te quero passar. Boa samba, é samba, este samba que nunca tem mais que tudo. Essa você pode ver, samba que me deu. Mas tem nada, o samba que mais legal, você na bateria. Não final.
კიდევ ერთხელ ბრავო. ძალიან მაგარი იყო ვაჟა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უკვე შეფასებას მოვისმენთ. ვაჟამანია გავაცილოთ. დიდი მადლობა ვაჟას და მოდი დავიწყოთ ძალიან კარგი ვინც იტყოდა მაგას მე ბოლოსკენ შემოვინახავ კიდე. ნიკო შენგან დავიწყოთ. წინატურიდან დავიწყებ, რამდენადაც უსამართლო იყო ნიკოს დატოვება ჯეოსტარისა, იმდენად სამართლიანი იყო, მე მგონია მარიტას პირველი ადგილი წინაზე და მე მგონი ეხლაც რავი, ესე თუ გავაგრძელო, შეიძლება გავაგრძელო ისე კარგად მღერის ეს ვითომ ვიხუმრე, მაგრამ მოკლედ ძალიან კაი იყო. ხო, ძალიან მაგარი ხუმრება იყო. ეხლა ნახე როგორ არის ეგ ნიკო ნახე გეტყვი ხა. ეს ხუმრობთ ხოლმე ჩვენ რა ვქნათ მეგობრები. სოფო ეს ვაჟას დამოკიდებულება ელჯეროსადმი ძალიან კარგად ვიცით. ყველამ ძალიან კარგად გამოსდის მას, მაგრამ არ ვიცოდი მარიტასაც ესე კარგად თუ გამოუვიდო და ყველა სიმღერას ირგებს მარიტა. არ არსებობს მე მგონი რაღაც ჟანრი ან სიმღერა, რომ ვერ მოირგოს და ძალიან კარგი გოგო ხარ მარიტა და ყველა შენს გულშემატკივარს ვთხოვ, რომ აუცილებლად დაგიმესიჯოს. გიგი ბრავო. ეს არის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც მართლა ეკუთვნის დღევანდელ შენს გამოსვლას და მე მინდა იმის გარდა, რომ მართლაც ძალიან კარგი იყო აბსოლუტურად სხვა ხასიათი მოიტანე ის სამხრეთული ცეცხლი, ასე ვთქვათ. მართლა ცეცხლი დაანთე, ვაჟას ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ერთი რაღაც ვთქვა. მარიტა, შენ გამოგარჩევს ერთი რამ. ის რომ ძალიან გიყვარს სიმღერა და ის რომ უბრალოდ მართლა ქალბატონ მარინას სიტყვებს გავიმეორებ, რომ სიმღერის გარეშე არ შეგიძლია და მე მინდა რომ ეს იყოს გადამდები და ყველა კონკურსსაც მინდა მოუწოდო ვინც გამოვა რა. არ ვიცი ეს რო პირველი სიმღერა ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო ბევრი რამ. მე მინდა რომ ეს იყოს გადამდები, რომ აი ეს რაც გაქვს, რომ გინდა გამოდიხარ და რაც შეგიძლია ბოლომდე იხარჯები. მინდა რომ ყველა კონკურსანტი ესე დაიხარჯოს და მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან ძნელია ვაჟას მოწყდეს სიმღერის დროს და მაყურებელიც არ დაგავიწყდეს, რაც იყო. ბრავო, კიდევ ერთხელ. მინდა გიგის უპასუხო, რომ ეს არის სწავლება, გიგი, ეს ან გაქვს, ან არა გაქვს. შენ შეიძლება ასწავლო, ყველა პედაგოგმა შეიძლება ასწავლოს სწორი სიმღერა, გამართული ფრაზა, ვოკალურად ყველაფერი გააკეთო, მაგრამ მაყურებელთან ურთიერთობა და გადამდები, ენერგეტიკა ძალიან რთული სასწავლია. შენ ეს გაქვს. და ვაჟას ხო მე მგონი რაც დაიბადა მას მერე აქვს. მე მაგალითად 12-მა ტურმა ისე ჩაიარა ჯეოსტარისებს, რომ ღიმილის გარეშე ვაჟასთვის არ მისმენია. მან ეს აი რაღაცა საოცრად დიდი პოზიტივი. მე მას მერე არ მქონია ესეთი მდგომარეობა, რომ სულ მეღიმებოდა. შენ ის გაგ რაც ძალიან დასაფასებელია. ეხლა მინდა მიმართო მაყურებელს. არავინ არ გვითხრას მერე რატომ იდგა აუთსაიდერებში მარიტა, რატომ წავიდა და დატოვა. ამიტომ მე კი არ მოუწოდებ რა სისულელე, ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ მოუწოდებთ. უბრალოდ ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, არა გულშემატკივარს თავისთავად, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოწონს მარიტა, ეხლავე აიღოს ტელეფონი, ეხლავე აბა მიდი ავიღეთ ტელეფონები. იმიტომ რომ მე ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვარდებით, როცა ეს არ ხდება. მადლობ, ძალიან კარგი. გულშემატკივარი ისედაც გულშემატკივრავს, სხვა დანარჩენებსაც შეგიძლიათ დაურეკოთან დაუმესიჯოთ 30:05 და იქვე 5. მარიტა როხვაძე, იმერეთი. მაგარი იყო. ავტომატებული გამოვედი გულისებიდან, რაღა დაგიმალოთ და ძალიან მომეწონა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა მე მარიტას ვაქებ და ის არის რომ არ იქ ამბავი. ვაქებ. არა ბიჭოს. მაგარი იყო და არა ვთქვათ, ლელა. დუტა, მოდი მეც არ დაგიმალავთ, რომ აღფრთოვანებული ვარ ვაჟას და მარიტას დუეტით. შემდეგი დუეტი კი გახლავთ ლევან კბილაშვილის და სოფო გელოვანის. ადრიანო ჩელენტანოს სიმღერას შეასრულებენ კონფესა. 30:09 დაურეკეთ და დაუმესჯიდეთ. ლევან კბილაშვილი, ცხედადიანეთი 30:09 ჩვენსკენ მოემართება ლევანი და სოფო გელოვანი. შევხვდეთ. სოფო. მოდი.
სანამ ლევანი მღერის შენთან მაქვს საქმე. რას გეუბნებოდი? Io non sono più sono l'unico, hai nascosto nel cuore tuo una storia irrinunciabile. Io non sono più tuo pensiero, non sono più il tuo amore vero, sono il dolce confondo amaro che non mangi più. Perché tu sei un'altra donna, ma perché tu non sei più tu, ma perché tu non l'hai detto prima. Chi non ama non sarà amato mai. Delle nostre cene e il difetta un freddo brivido nei riservi delle nostre cene sono ormai recuperabili. No, non sono più tuo pensiero, non sono più il tuo amore vero, sono il dolce confondo amaro che non mangi più. Sei un'altra donna, ma perché tu non sei più tu, ma perché tu non l'hai detto prima. Chi non ama non sarà amato mai. Bravo! მაყურებელს დიდი მადლობა. სოფო. ძალიან დიდი მადლობა სოფო გელოვანი გავაცილოთ. ვინ დაიწყებს? ქალბატონო მარინა, კი ბატონო. იცი რა, ემოცია არ მინდა რომ გამენელდეს. და ამიტომ აი ესე უცბად ვეტაკე მიკროფონს. ეს იყო მონოსპექტაკლი. ეს იყო ის, რაც ვერ წარმომედგინა, რომ ლევანი ამას გააკეთებდა. ძალიან კარგი რამე მოხდა ამ ჯეოსტარზე. ლევან, ისეთი გაზრდილი ხარ, ტურიდან ტურამდე, რომ არ შეიძლება ეს არ აღინიშნოს. და ჯეოსტარიდან ჯეოსტარამდე. ჯეოსტარიდან ჯეოსტარამდე. ნამდვილად, ყველაფერი შენ სასიკეთოდ მოხდა ალბათ. მე ამაყება ყველა ჯეოსტარელი. აი, ვსივარ და
არ ვიცი, მხრებში ვარ გასწორებული. ეს მე და თქვენ მაყურებელმა და ჩვენ ავირჩიეთ ეს ბავშვები და ფინალში ყავდა. მოდი წელსაც არ შეგვეშალოს არაფერი და ყავდეს ის ფინალში, რომელიც მერე ესე გამოვა და ესეთ აი გვერდში დგომას და ესეთ სიმღერას დაგვანახებთ. პირველ რიგში ისევ და ისევ თუ დღეს ლევანი მოგეწონათ და ეჭვი არ მეპარება რომ მოგეწონათ ეხლავე დაუმესიჯეთ თორემ მერე შეიძლება იყოს გვიან ლევან არაჩვეულებრივი ნაბიჯები გადაადგე ხოჩახ ხო აბა რაღაცა სევდიანაცის გიგი რა ხჭირს გიგი მიკროფონი აიღე ხელში და გაგვიღიმე არა, იმდენად ემოციურად, იმდენად დავიმუხტე და ლევან, მე მივხვდი დღეს ერთ რამეს. შენ ხარ ძალიან ძლიერი პიროვნება. უბრალოდ როცა დგახარ სცენაზე, ერთი თვალის გახედვა საკმარისია რომ მთელი ფილარმონია 2251 ადამიანი ეტევა აქ. ყველა გააჩუმო. იცი ხო რა შენი ერთი შეხედვა და ხარ პიროვნება სცენაზე. ყველა იმ პლუსთან იმას რო გავანებოთ თავი რა, ბევრ ვოკალურ მხარეებს რა. ხარ მამაკაცის სცენაზე და გაქვს შენი პიროვნება და გახარ საოცრად მომნუსხველი. და პირველ რიგში ამ სიტყვის კარგი გაგებით მინდა ვთქვა, ეშხში ხარ, რასაც აკეთებ კარგი გაგებით. მოგწონს, რასაც აკეთებ, გიყვარს და ძარღვი გაქვს, შინაგანი და არ გჭირდება შენ აქ ხტუნვა ბოდიში, რომ აი რაღაც დაგვანახო, არა, უბრალოდ გახარ ერთ თვალს. თიანეთელი კაცი დგას სცენაზე ძმაო რა. აი გარი რა. თვალს გაგვიყრი და შენ საქმეს გეუნები. მე იტალიური არ ვიცი, მაგრამ მე გავიგე შენ რაზე იმღერე ეს სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა. 30:09 იქვე 5. ლევან კბილაშვილს დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ. იმ 8 ქვეყნიდანაც იაქტიურეთ. ნიკო, მოგისმენთ. მე თუ ერთები სრულ აღფრთოვანებას ძალიან მომეწონა და მართლა მარინამ რო თქვა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი. ეს სიმღერა ეგეთი მაგარი თუ იყო, არ ვიცოდი, მე რაღა დაგიმალო. ძალიან ემოციური არ მომწონს ხოლმე და უცებ მოიტანა რაღაც გრძნობა ძალიან კარგი ჩაგეღრება და თავიდანვე კარგი იყო ლევანი და ყოველ ჯერზე კიდე უკეთესი ხდება და კაი ვიჭხარ სოფო დავეთანხმები ყველა ძალიან ემოციური გამოსვლა იყო თითოეულის გულამდე მივიდა ლევან შენი სიმღერა და მინდა დიდი მადლობა პედაგოგებს გადაუხადო იმისთვის რომ ძალიან კარგად იყო შერჩეული სიმღერა მადლობა პედაგოგებს, მადლობა ჟიურის და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხლავე დაურეკავს ან დაუმესიჯებს ლევანს 30:09 იქვე 5. გააკეთეთ სწორი არჩევანი, 6 ადამიანი ელოდება თქვენს გადაწყვეტილებას, თორე ჩვენ ჟიურისაც, პედაგოგებსაც, მეს, ჯეოსელს, რუსთავიორს, ესენი ძალიან გვიყვარს. ძალიან მოგწონდა ყოველი ადამიანის წასვლა ჩვენთვის, რა ვქნათ, პატარა ტრაგედიაა. მაგრამ ამას თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ იღებთ ჯეოსელის ლაილაის აბონენტებო, იაქტიურეთ რომ საუკეთესო დარჩეს, საუკეთესო და შორის რეკლამა ლაბიდოსის დროით. ჯეოსტარი 2011 კლავ ეთერშია, რუსთავიორი განაგრძობს ტრანსკრიფციას პირდაპირ ეთერში. ჩვენ ჩავთეთ ახლა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც მიმდინარეობს ჯეოსტარი 2011, 6 კონკურსანტიდან 3 უკვე წარსდგა თქვენს წინაშე თუ არ ვცდები? 3. და 3 კიდევ ელოდება თქვენს განაჩენს. ოღონდ ჯერში ასრულებს და მერე განაჩენს ელოდება. 3-დან 3 მოხდება, 6-დან 3 მოხდება ლიდერებში, 3 კი აუტსაიდერებში. ხოლო მე იმ აუტსაიდერის 3-დან 1 დაგტოვებს. ამიტომ რომ არ დაგტოვოს თქვენ მარჩეულმა, იაქტიურეთ, გადაწყვეტილებას იღებთ, ხოლო თქვენ გაახსოვდეთ ეს ადამიანებო. გაახსოვდეთ, რომ თქვენ იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ ვალდებულები ვართ შევაქოთ ან რაღაც კრიტიკული მიმართულებებიც მივანიშნოთ ადამიანებს, რომ გამოიყენონ მე შეცდომებზე ვსალობთ, ხო იცით არა, საერთოდ ძირითადად ეგრეა. რომ შემდეგ კონცერტზე ხო უკეთესად უნდა წარდგნენ ადამიანები. ხო, რაც შეეხება Facebook-ს. მე გითხარით ჩვენი დაწყებისთანავე სტარტის დროს, რომ ყურადღებით უსმინეთ მეთქი, თვალყური ადევნეთ მეთქი ჯეოსტარი 2011-ის აი ამ მერვე ტურს. რამე თუ Facebook-ის აქტიურ მომხმარებელს თავაზობთ სიურპრიზ და პრიზ, რა თქმა უნდა, კონცერტის დასრულებისთანავე
დაიდება შეკითხვა და ვინც პირველი გაგცემს ამ შეკითხვაზე პასუხს და პასუხი სხვათა შორის დღეს გაიჟღერებს აქ ის მიიღებს პრიზს. ასე რომ აქტიურეთ. ვინ არის შემდეგი, ლელა? გიორგი გოგიშვილი გახლავთ შემდეგი კონკურსანტი. გიორგი დღეს დათუ ნამგელაძესთან ერთად შეგვისრულებს მაიკლ ჯექსონის და პოლ მაკარტნის ჰიტს. Girl is mine. 30:02 დაურეკეთ და დაუმეშიჯეთ გიორგის. გიორგი გოგიშვილი მოემართება ჩვენსკენ, კახეთის წარმომადგენელი 30:02 და დათუ ნამგელაძე. ჯექსონი აქ არის, მაკარტნიც მოვიდა. აბა ძალიან რთული მისია გაკისრიათ ბიჭებო. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა რა. მე ხო პოლ მაკარტნის ფანი ვარ ბალღობიდან და აბა თქვენ იცით ხა. გიო. მიდი. Seems to matter from the start. I'm so proud I am the only one with a special in the heart. The girl is mine because the dark girl is mine. That your girl, she's your mind. Tell her that she's yours, a silly dream. Really just a waste of time. Because she's mine. Because the girl shoulders is mine. The waste of time. Because the girl is mine. But I love you endlessly. So come and go with me till the time. But can I come so with why don't the other and why you discover that she my girl is never ever. Oh, I don't understand why you think that this girl is so mine. I know it's hard to want my other again. When it's something doesn't matter, girl's mine. Because I don't go into mine. The waste of time, yeah. Because I don't go into mine, mine. A girl is mine, mine. Girl, she's mine, mine. She's mine, the waste of time, yeah. Because I don't gonna go into mine. A girl is mine, girl she's mine. No, girl is mine. No, girl is mine. A girl is mine, mine. Girl she's mine, mine. She's mine, mine, girl, she's mine. The waste of time, yeah. Because I don't go into mine. Girl, she's mine, mine. Girl, she's mine, mine. Girl, she's mine, Girl, she's mine. 30:02 გიორგი გოგიშვილი კახეთი დათუ ნამგელაძე. დიდი მადლობა დათუნა. გავაცილოთ დათუ ნამგელაძე. და მოусმინოთ ხელი აწიოს შიურის რომელიმე წევრმა, რომ ვინ დაიწყებს.
სოფო დაიწყე ძალიან იცინი. კარკასიანზე ხარ? ცოტა გიორგი დღეს ცოტა დაბნეული მომეჩვენა რატომღაც რა გითხრათ არ ვიცი, იმიტომ რომ იმდენად არ მომეწონა როგორც სხვა ტურებში. რაღაცები იყო ინტონაციური სუფთაობები, ზედაბგერები, ყველა თითქმის იყო ცოტათი დადაბლებული და დღეს სიამოვნება შენ ნამდვილად ვერ მიიღე, რასაც მღეროდი. ჩემი აზრი ესეთია. სხვა მუსიკა უყვარს კაცს, აი ესეც იმღერა, კარგად იმღერა, ნამდვილად. არა ბატონო ნიკო? მე ასე მგონია, ეს სიმღერა მაგარტინს და ჯექსონის ერთ-ერთი ამ სამი და რაც ერთად იმღერეს Girl is Mine და არის შეჯიბრი ვის დარჩება გოგო. ამჯერად ეხა მარტო სიმღერის მიხედვით რომ იმჟელო დათუნას დარჩა გოგო უფრო ვიდრე გიორგის ასე მგონია. ძალიან ძნელია რომ დათუნას არ დარჩეს გოგო. იმდენად ბევრი აქვს ეს შარმი და ასე შემდეგ. შენეთყობა მაინც ქალი უნდა შეგვერჩია შენთვის, იმიტომ რომ ეს შარმი შენ ვერ გამოაჩინე. გოგო გაიქცა. და ის როგორ ემღერა რა ეს ამას ეთყობა გოგო ჭირდება, მაგრამ ეს კონკურსია და ნამდვილად არ იყავი დღეს შენ სიმაღლეზე, ან იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა ყოფილიყავი და გიორგი ძალიან ძნელია, ტყუილად არაფერი არ ხდება. ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მართლა ძალიან დაბნეული იყავი და ეს დაბნეულობა შეგეთხო. ვაიმე. ვაიმე რაც უნდა თავარ ვაიმე. გიგი არ გვეტყვი არაფერს? უცბად. რა კარგი იყო არა? ძალიან ცუდა თავარ. მართლა ცუდად ხარ? საშიrat ცუდა თავარ, ვაიმე გული. გიო, ყველაფერი ხდება სცენაზე. თავიდანვე რომ გამოხვედი, გეტყობოდა რომ რაღაცაზე ფიქრობდი, არა სიმღერაზე, არამედ სხვა რამეზე. ამიტომ ეს არ უნდა გეტყობოდეს არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ყველაფერი ხდება, არის ჩავარდნებიც, კარგი ტურებიც, ცუდი ტურებიც, მაგრამ სულისკვეთება სულ ერთი და იგივე უნდა იყოს ყველა ტურზე. შეიძლება ცუდად იმღერო, დეტონაცია გქონდეს, ასე შემდეგ, მაგრამ თავიდანვე გამოხვიდე და არ იფიქრო სიმღერაზე და რაღაც სხვა რაღაცაზე, არაფერმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. მადლობთ. დიდი მადლობა. არო 30:02 გიორგი გოგიშვილი კახეთი. მოდი გადავინაცვლოთ ლევასთან. რა ხდება მადანა? თუთა რა ხდება გადაწყდავისია გოგო? კი. ჩემი. მე წზე ვიფიქრე. რა თქმა უნდა. თუთა მინდა შეგახსენოთ რომ ჯოსტარის ერთ-ერთი სპონსორია MobiPay. შეავსეთ სასაუბროდ რომ 1 იანვრამდე MobiPay-ის საშუალებით და ყოველ ჩატვირთულ 5 ლარზე 1 ლარი მიიღეთ საჩუქრად. დასაჩუქრდე MobiPay-სთან ერთად ძალიან მარტივია. სცენაზე გამოსაცვლელად ემზადება მარი ჯომარდიძე. მარი გამარჯობა. მას დღეს პარტნიორობა ზურა მოსიავა გაუწევს. ერთად ისინი შეასრულებენ Tracy Chapman-ის სიმღერას Give Me One Reason. წარმატებები მარი. 30:06. 30:06 მარი ჯომარდიძე მოემართება ჩვენსკენ და ზურა მოსიავა. შეერთდი. მარი ჯომარდიძე შევხვდეთ. 30:06 მარი. სურაბარითი რიტმი მოსინჯე. ეფექტი მუშაობს. კარგია. აბა Gotta make me change.
You can call me, baby. You can call me anytime. You got to call me. I'm coming, baby. Oh, give me a reason to see it. And I turn it back around. You give me a reason to see it. And I turn it back around. Back around. Told you that I'm lonely. You gotta make me see my mind. Oh, I know I'm sick. I don't want to sweet man. Let my take away my life. Oh, say no, baby. Oh, I don't want to sweet man. Let my take away my life. Oh, I just want someone to hold me. Oh, I rock me till the night. Oh, let's go, baby. და დიდი მადლობა ზურა მოსიავას. და ნიკოსთან დავიწყებთ. რავი, როგორ თქვა. მე მგონია რომ მარიმ დიდი პროგრესი განიცადა. პროგრესი განიცადა არ არის კაი ქართული. უკეთესი იყო ვიდრე წინაზე. წინაზე ხალხ კარგსაც არ ვამბობ ახლა ეს უბრალოდ კარგით დავიწყებ, მაგრამ სადა მარიმ თითქოს დაიწყო საინტერესოდ ბოლომდე მაინც ვერ ვიყიდე. თუ რატო თუ არ შემეკამათებიან სხვები სიტყვიან უღეცად. კარგი, აბა მიდი. გიგი. კაცების კომენტარი მოვისმინოთ და მე გადავიდეთ მანდილოს. მე ვიტყოდი რომ მარიმ რაღაც კომპლექსები დაფერთხა. ეს არ ვიცი რამდენად უბრალოდ ეს სიტყვა მე ბევრჯერ მისაუბრია შენთან ესეც მithქვამს რა არის ჩემი აზრით შენი ვთქვათ ის მინუსი. დღეს მომეჩვენა რომ რაღაცეები უფრო ნაკლებად გაწუხებდა. რაღაც სხვა აზრები რომელიც ხშირად გაწუხებს ხოლმე და მომეჩვენა რომ დღეს უკეთესი იყო მართლა. მადლობა მინდა ზურა მოსიავას უთხრა და კარგია რომ იმღერე ზურასთან და კარგია რომ იმღერე ეს სიმღერა. იმიტომ რომ ჩემი აზრით ბევრად უფრო გაიხსენი. ეს არის ჩემი მადლობა პედაგოგებს. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. სოფო. მე იმას ვიტყოდი რომ ბევრად საინტერესოდ დაიწყო სიმღერა, ვიდრე შემდეგ გაგრძელდა. ბოლოს მე თვითონ ვიყავი დაძაბული და უკვე მეორე ის რო დაიწყე, მეორე სტროფი. უკვე მე თვითონ ძალიან დავიძაბე, ამიტომ მაყურებელი არასდროს არ უნდა იყოს დაძაბული მარი და შენ თვითონ უნდა იყო ისე რომ საერთოდ შუა რეგისტრში ბევრად უფრო კარგად გიჟღერს ხმა, ვიდრე შემდეგ ზედა ნოტებზე რო ადიხარ, რაღაცა ვიძაბები ხოლმე და მინდა რომ რაღაცა ნორმალურად მორჩეს სიმღერა და ანუ ეს არც მე არ უნდა მქონდეს და ალბათ მაყურებელსაც ესე ეკნებოდა და ანუ ეს ამას მიაქციე ყურადღება ზედა ბგერებს. ქალბატონო მარინე მე მგონია რომ მარიმ ძალიან ბევრი რამე ისწავლა ჯეოსტარში და
რაღაცები კარგად გამოუვიდა, რაღაცები ნაკლებად გამოუვიდა. აბსოლუტურად არ გაქვს სანერვიულო არაფერი, იმიტომ რომ შენ გაქვს მონაცემი. უბრალოდ შენ ვეთანხმები სოფოს რეგისტრებს შორის გაქვს პრობლემა. მარტო შენ არ გაქვს ეგ პრობლემა. ნახევარი საქართველოს შემდგარ მომღერლებს აქვთ ეგ პრობლემა. გონიათ რომ მაღალ რეგისტრში უფრო კარგად გრძნობენ თავს და შუა რეგისტრი არის ჩავარდნილი. მღერის შუა რეგისტრი. ეს მინდა გაიგოს ყველამ, ვინც სიმღერა იცის. მე ვიცი, ძალიან ცნობილი მომღერალი, ძალიან ცნობილი მთელ საქართველოს რო უყვარს, 5 ნოტი აქვს იმას დიაპაზონში და იმ 5 ნოტით შუა რეგისტრში ისეც აკეთებს, რომ ხალხს გული მისდის და ალბათ ნახევარი მაყურებელი მიხვდა ვიზედაც ვლაპარაკობ. ამიტომ ეს უნდა ისწავლო. ნუ გეჩქარება, ზევით მაინდა-მაინც გახსნა და იყვირო. ეგ მაგრამ ეს მოვა, აუცილებლად მოვა. არა გაქვს სანერვიულო, საერთოდ არაფერზე არ ინერვიულო. იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი გააკეთე. ხან გამოვა, ხან არ გამოვა, ეგ არის. ხო, რა პრობლემაა? 30-06, იქვე ხუთიანი. მარიჯო მარდიძე, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ. მან ბევრი რამ გააკეთა. ხო, ის ერთადერთი ჯეოსტარელი დაგვრჩა. ვინ არის ეს გულშემატკივარი? სად არის გულშემატკივარი? ერთი ადამიანი დაგვრჩა. ერთადერთი 30-11 ანდრია თბილისი. ლევასთან არის ოთახში და გველოდება. და ჩვენს სულ მოუთმელად დაველოდებით და რეკლამის მერე მოვისმენთ. ჯეოსტარი 2011 ეთერშია, ეთერშია კონკურსი, მერვე ტური, დუეტები, სოფლიო ჰიტები. ლევასთან მხოლოდ ანდრია. ლევა, იზა. დუტა. მხოლოდ ანდრია. არის ჩემთან. შენთან. და მინდა ანდრიასთან ერთად. კიდევ ერთხელ ყველას. შევახსენოთ რომ 30-11 და იქვე 5. შევახსენე რომ 30-11-ზე უნდა დარეკონ და აუცილებლად პრაიმ კარდი გამოიყენონ. რადგან მათ შეუძლიათ. გრანდიოზულ სანახაობებზე მოხვდნენ. ჯორჯ მაიკლი. რაც შეეხება ანდრიას, ის დღეს მაიკლ ბაბლის და ნელი ფურტადოს დუეტს შემოგთავაზებს სალომე ბაკურაძესთან ერთად. კვანდა, დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგვაყენებს ანდრია, აბა მზად ხარ? ანდრია! აბა შენ იცი, 30-11. სალომე ბაკურაძე! ანდრია! სათხარ გულშემატკივრება ვერ ხედავთ. აი შენი იორიკები მოსულან. ბევრი იორიკები, ჰამლეტ, შვილო. მე წავალ. თეატრალისტის ცხოიც როგორ ასწავლიან მამის აჩრდილს. კვანდო, 30-11. Tell me when will you be mine?
Tell me quando we can share a love divine. Please don't make me wait again. When will you say yes to me? When will you say yes to me? Tell me quando. Tell me quando. You mean happiness to me. Oh my love, please tell me when. Every moment's a day. Every moment's a day. Every day seems a lifetime. Let me show you the way. To enjoy beyond compare. I can wait a moment more. Tell me quando. Tell me quando. Say it's me that you adore. And then darling, tell me when. Every moment's a day. Every day seems a lifetime. Let me show you the way. To enjoy beyond compare. I can wait a moment more. Tell me quando. Say it's me that you adore. And then darling, tell me when. And then darling, tell me when. And then darling, tell me იდილია დაგირღვიეთ უკაცრავად სალომე ბაკურაძე. დიდი მადლობა სალომეს, გავაცილოთ აპლოდისმენტებით და ანდრია დავიტოვოთ. ანდრია 30-11 ცოტად რო გრჩება, ასე რომ იჩქარეთ მისმა გულშემატკივარმა ან იმ ადამიანებმა ვისაც მოგეწონათ მისი ნამღერი დაურეკეთან და უმესვიჯეთ სასწრაფოდ ცოტად რო გრჩება. 30-11 ანდრია შიურის თხომ ნუ შეუშვით გულშემატკივარს ცოტა ხანი ხელს მიდი. გადავზარდეთ SMS-ებში ეს გულშემატკივრობა. სასწრაფოდ. სოფო. რატომღაც უმე მიწევს ხოლმე დაწყება. კარგი, გიგი. გადაეცი გიგის მოდის. არა, გადაეცი გიგის. გიგი მიდი. დღეს იყო ბევრი კარგი რამ.
პირველი ის რომ ზუსტად მოგიხდა ეს ემოცია ამ სიმღერის და ძალიან მომეწონე აი ამ სიმღერის ემოციაში. ჩემი აზრით ძალიან კარგად შეგერჩიეს სიმღერა, ანუ გაიარე ზღვარზე. თუმცა მეტი თავდაჯერებულობა მე ძალიან გთხოვთ ხალხო ერთი წამი. ერთი წამი თავდაჯერებულობაზე ვლაპარაკობთ ხალხო მოგვაცალეთ. ანდრია მეტი თავდაჯერებულობა იქნებოდა კარგი. სალმე ვაკურაძეს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ შეუძლებელია. ხო, ნუ ოქრო ბაჯალო, ბრილიანტი. ანდრია, დღეს მე ბევრად უკეთესად მომეჩვენა შენი გამოსვლა. წინაზე არ მომეცა საშუალება, მაგრამ წინასთან შედარებით დღეს ჯობდა. იმიტომ რომ ძალიან მოგიხდა სიმღერა, უბრალოდ მეტი თავდაჯერებულობა იქნებოდა კარგი შენთვის. მადლობთ. კარგი, ნიკო. ამყევით. დავაცადე დარბას. ანდრია, არა, უბრალოდ ამყევით, ნიკო. ანდრიაზეც ვიტყვი, მაგრამ ჯერ მინდა მესიჯებთან დაკავშირებით თქვა, ვიდრე ბოლო კომენტარია რა ხარ თავდება. რომ ძალიან კარგად მესმის, ვინც არ აგზავნის ხოლმე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მეც არ გამიგზავნია მანამდე, იმიტომ რომ ხან ისე არ ახარ გული ჩართული, ხან შეიძლება ფული არ გინდა რომ დახარჯო. მაგრამ აი ეს არ მესმის ხოლმე მე რო აწუწუნდა ადამიანებს, ხოებმა რატომ იცას სხვას ხმაო. ასე რომ რავი, აქვე მინდა თქვა, რომ თუ გული შეგთქივათ იმდენად რომ მე გეწყინებათ თქვენი ფავორიტის გავარდნა, ბარემ არ დაიზაროთ და გამოაგზავნეთ. ანდრია ხო არა, SMS-ია, შეგვიძლია უბრალოდ ნომერი აკრიფო 30-11 და დარეკო, ოკეი მიცი. და თუ ხუჯერ დარეკვა გეზარება და გემეტება, რაც თავარია ანდრიასთვის ეს, 30-11 5 და ოკეი. ეგ არის, მეტი არაფერი. 5 ხმას ერთდროულად ვიღებ. ძალიან ეფექტიანია სცენაზე და ეთყობა კიდევაც დარბას, რომ ღერის იყოლიებს კარგად, რაც ძალიან კარგი თვისებაა, რაც ასევე მარინას დავესესხები, რომ რაღაცები არ ისწავლება, რაღაცები თავისით გაქვს. მაგრამ აი რაღაცები რაც ისწავლება, ვოკალის მხრივ რაც შეეხება, ყველაზე კარგი ანდრია დღეს არ იყო. მართლა სუდი არ იყო, მაგრამ ესეც არ არის მთლად კარგი, იმიტომ რომ ანდრიასგან მე მინდა რომ იყოს ხოლმე ტოპში. მარინა ერთი წამი დარბას ვთხოვ გაჩუმდეს. ერთი წამი. ანდრია, ეს შენ სასარგებლოდ არ მუშაობს. ეხა მე შენ ცხოვრებისეულ რაღაცას გეტყვი. როდესაც არაჩვეულებრივ ქალთან მღერი, იმ ქალს უნდა ეკუთვნოდე. ეს ერთი. დუტა დამეთანხმება სტანისლავსკიმ რა თქვა? არ მჯერაო. აი მე მქონდა არ მჯერა. შენ მუშაობდი მათთვის ვინც ზევით არის. ამ ეტაპზე ეს არ მუშაობს ჩემთვის. იმიტომ რომ შენ ისეთი მომღერალი გედგა გვერდში და ისეთ ცეცხლებს აპნევდა, რომ რაც კი რამე გქონდა გულში იმ მომღერლისთვის უნდა მიგეცა. აქედან გამომდინარე, უნდა იყო გურწფელი, აუცილებლად. არ იმუშავო ჯერ ესე ღიად ხალხზე, იმიტომ რომ თლიანად ეს არ მოდის შენგან. ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა. სოფო თქვენი ლუკმა შემოვინახე, აჰა. ყოველთვის. ჩემგან ვიწყებოდა, აჰა, დავამთავრებ შენით. თავიდან მომეწონა, მაგრამ სალომე როგორც კი შევიდა, მე ანდრიასთვის აღარ მომისმენია. სულ სალომეს უსმენდი მთელი სიმღერა. თითოეული ფორტე და პიანო იყო. აი რა გითხრა, სიმღერას ჩაქსოვილი, რაც შენგან არ იყო წამოსული. ერთი სიძლიერით ქონდა ყველა ნოტი თითქმის ნამღერი, რაც არ შეიძლება და ნათლად გამოჩნდა სალომესთან განსხვავებით. ხო ხდები ანდრია? ასე რომ რა ვიცი, ბოლომდე უნდა დაიხარჯო აუცილებლად გულში რაც გაქვს, რასაც მღერი, ბოლომდე უნდა გააკეთო და ზედაპირულად არასდროს არ უნდა იმღერო. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო სცენაზე. ბოლომდე. მადლობ. დაველოდოთ მაყურებლის გადაწყვეტილებას 30-11 ანდრიას ნომერია. გინდა დაურეკეთ, გინდა დაუმესიჯეთ, ვისაც როგორ გაწყობთ. ანდრია, ცოტა ხანი გადი და ისევ დაგიძახებთ ძალიან მალე. 6-ვე კონკურსანტი წარსდგა თქვენს წინაშე დუეტებში.
და მე ვთვლი რომ ძალიან კარგი დუეტები იყო. დიდი მადლობა მინდა უთხრა ძველ ჯეოსტარელებს, ვინც ხარში ედგნენ კონკურსანტებს დღეს, ყველას აბსოლუტურად, სოფოპედიას, ზურა მოსიავას, ვაჟა მანიას, სალომე ბაკურაძეს, დათუნა მგელაძეს, არა სოფო დამჩო. სოფოპედია არა მარტო, გელოვანი? სოფო გელოვანს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ძალიან მაგარი დუეტი იყო. და ერთი ის გადამჩენია რომ შევახსენო ჩვენს მაყურებელს, თქვენ დარბაზში ვინც ხართ, მობილურები დამანახეთ. ხო გახსოვთ რომ ეს ის შოუა, სადაც ერთადერთი შოუ დედამიწის ურთე, სადაც მობილურები არ უნდა გამორთო და პირიქით აქტიურ ფაზაში უნდა შეიყვანოთ. მით უმეტეს ეხლა, როდესაც ძალიან ცოტა დრო რჩება და აი ამ დროს გაძლევთ ვიდეო კოლაჟი მზად არის. გავიხსენოთ დღევანდელი შემსრულებლები, საუკეთესო ფრაგმენტები, 6-ვე დუეტიდან ჩართეთ ფირი. But the river was deep, I did not falter. But the mountain was high, I still believe. But the very restore, he did not stop me, no, no. I knew you were waiting, I knew you were waiting for me. დასრულდა იგი კოლაჟი და მე მგონი დროა სცენაზე შემოვიყვანოთ ლელა მებურიშვილი. ლელა, რა ხდება დაწაბულობა იქით? დაწაბულობა ძალიან დიდი გუდა. მართლა? ხედავე. 6-ვე კონკურსანტი სცენაზე გიორგი კახეთი 30-02. ნუ შეჩერდებით დარეკეთ და დაამესიჯეთ. მარიტა 30-05. დარეკეთ და დაამესიჯეთ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს. მარი 30-06. დარეკეთ და დაამესიჯეთ. ლევანი თიანეთი 30-09. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. ანდრია 30-11. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. ჯერ კიდევ რამდენიმე წუთი გვაქვს. და მორისი აჭარა 30-12. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ. იმისათვის რომ ხმების რაოდენობა გამრავლდეს, თქვენი გულშემატკივარის ნომერს შეგიძლიათ 5-იანი დაუმატოთ და უფრო ჩქარა მოხერხდება ის, რომ ის აუცილებლად ლიდერობისკენ გადაიხრება და ასე შემდეგ. უკვე აღარ ვიცი მე დავყავღელდი, ხო იცი ლელა, რა დასამალია. კარგი მარცხნილობები გაქვთ, გოგონებო, ბიჭებო. ლელა ძალიან კარგია. დიდი მადლობა დუდა.
მინდა გითხრათ, რომ გრანდიოზული ფასდაკლებაა მე ვიცი მელანჟი. რამდენი აქვს ფასდაკლება. 10-დან 50%-მდე აქვს საახალწლო ფასდაკლება მელანჟის. სხვადასხვა სერვისზე, ხო ესეა? საახალწლოა? საახალწლო ფასდაკლება, ასე აუცილებლად ესტუმრეთ სილამაზის სალონების ქსელ მელანჟის. ბენეტონი, კოტონი შესანიშნავად გამოიყურებით და ამიტომ ბენეტონსაც და კოტონსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და ამაზე მოგვიანებით ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია ამების გადაცემა, ამ პრიზების გადაცემა. 10 ლა დავიწყოთ დუტა ხო? კი ბატონო, მე დავიწყო თუ შენ დაიწყე? შენ უნდა დაიწყო. მე დავიწყო? აუცილებლად. 10 9 ამყევით 8 7 6 5 4 3 2 და ხმის მიცემა ლელა დასრულდა. მორჩა ხმის მიცემა. მე მინდა დაველაპარაკო ჩვენ საზოგადოებას ერთ რამეზე. აქედან ერთ-ერთი ვინმეს რჩეული აუცილებლად დაგვტოვებს, რომელიც მიიღებს არქიმედეს გლობალ ჯორჯიასგან დაზღვევის პოლის. არქიმედეს გლობალ ჯორჯია გახლავთ სადაზღვევო კომპანია, რომელიც 2007 წლიდან ორიენტირებულია მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე. MobiPay-სგან კი მიიღებს ამ 900 ლარიან MobiCheck-ს. უკვე 900 ლარი გვაქვს. რომელიც შესაბამისად დაირიცხება მის ელექტრონულ საფულეზე. აქვე გაცნობებთ, რომ MobiPay-ს მომხმარებელი არასდროს დგას რიგებში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ მობილური საშუალებით შეუძლია მას დაფაროს თავისი კომუნალური გადასახადები. და საინფორმაციო ცენტრი 08 განახლებული დიზაინით გთავაზობთ აუთსაიდერისთვის ულტრა თანამედროვე iPods. რეკორდული მაჩვენებელია თურმე დღეს სულ შემოვიდა 74,796 ხმა. უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ადევნებს თვალყურს და ერთი SMS-ი ან ზარი მაინც გამოუშვა ჩვენი კონკურსანტების მხარდასაჭერად. ბოდიში გამიმეორეთ თუ შეიძლება. დღეს სამმა ადამიანმა აშკარად დაიმსახურა შენიშვნები, გვახსოვს ეს შიურისგან. ალბათ მაყურებლის აზრით დაემთხვა და პირდაპირ გამოვაცხადებს სამივე აუთსაიდერს. მორისი, ანდრია, მარი, ამ სამიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პროექტში რჩება ანდრია. და ვიმეობრი მაყურებელი იღებს ამ გადაწყვეტილებას და თქვენი გადაწყვეტილებით პატივცემულო საზოგადოება თქვენი გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს ვინო მორის მელაძე. შედეგები ეკრანზე.
ლიდერობს ლევან კვილაშვილი 20%. მარიტა 19.4, გიორგი 18.5, ანდრია 15.7, მარიც 13.4 და 13.1% მიიღო მორისმა და ის გამოეთიშა პროექტს. მაშასე აი ეს ხუთეული დაგვრჩა კონკურსში. ეს ხუთეული ამ წუთიდან ელოდება თქვენ ჯერას მთელი კვირის განმავლობაში. შეკითხვა დაიდება ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე, ასე რომ შედით ჩვენს გვერდზე, ჯეოსელის გვერდზე, ნახეთ შეკითხვა და დღეს თქვენგან მოსმენილია ეს პასუხი. უბრალოდ ყურადღებით უნდა ყოფილიყავით და ვინც პირველი გაგვცეს ეს პასუხს, სწორედ ის გახდება პრიზის მფლობელი ჯეოსელისგან. ჩვენთვის ზუსტად ერთ კვირაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დავბრუნდებით. მე 4 შაბათს ისევ შეგხვდებით. დროებით. ივლიან ბორბალში, დროებით.